საფლავის აღმოჩენაში მონაწილეობაზე ლევან გვაზავას გამოგზავნილმა პირებმა დაითანხმეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ძვრები ლევან კალაძეს არ ეკუთვნოდა და ერთ-ერთი საგვარეულო საფლავიდან იყო ამოღებული. უფრო მეტიც, 2006 წლის 16 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კალაძის გადაცემის საქმე მეორედ გამოაცხადა გახსნილად. ახალი ვერსიით გადაცემაში მონაწილეობდნენ ამისულაშვილი, ასათიანი და სხვები. ამ ვერსიის მიხედვით ლევან კალაძე 2001 წლის 23 მაისს საავადმყოფოს ტერიტორიიდან მოიტაცეს. ის შემდეგაც თბილისში, ჯერ ვერისუბანში, შემდეგ კი ვარკეთილის დასახლებაში ყავდათ თავისუფლება აღკვეთილი. ანუ გამოძიებამ სრულიად გამორიცხა აფრასიძეების როლი ლევან კალაძის გადაცემის საქმეში და აფრასიძეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგები ხელისუფლების მორალურ ტვირთად იქცა. 2004 წლის 12 ნოემბერს თანამდებობიდან გაათავისუფლეს ლევან კალაძის საქმის გამოძიებელი ბათალბი საღინაძე. ბრალდება პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველი ნაწილის მიხედვით საღინაძე თითქოს აიძულებდა ვლადიმერ მურავიოვს ეთქვა იესაც უჩვენება გამოძიებისათვის, რომ აფრასიძეების სახლში ნახავდა ლევან კალაძის. მეორე ნაწილის მიხედვით კი საღინაძეს თავის ყოფილ საცხოვრებელ სახლში აღმოუჩინეს საიდუმლო დოკუმენტები, რომელსაც ის თურმე უკანონოდ ინახავდა. ბათალბი საღინაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობდა 53 წლის განმავლობაში. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის საპატიო წოდება. 1996 წლიდან პენსიაზე იმყოფებოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ კალაძის საქმის გამოსაძიებლად დაინიშნა მთავარი სამმართველოს უფროსად. კალაძის საქმის ხელმეორედ გახსნის შემდეგ იგი დააპატიმრეს და ბრალი კალაძის საქმის შეგნებულად არასწორი მიმართულებით წარმართვისთვის დაუყენეს. 2007 წლის 22 თებერვალს ბათალბი საღინაძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს შორენა გუნცაძემ დამნაშავეცნა და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამ განაჩენით მართლმსაჯულებამ აფრასიძეების ოჯახზე განხორციელებული სამხედრო თავდასხმის გამო მორალური პასუხისმგებლობაც მოიხსნა და პასუხი გასცა ლევან კალაძის გადაცემის გაჭიანურებულ პროცესსაც. ლევან კალაძის გადაცემის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ნომერი 100-18-22. ხონში ჩაშლილი სპეცოპერაციიდან მე-20 დღეს ვაზისუბნის პირველ კვარტალში იპოვნეს უცნობი მამაკაცის დასახიჩრებული გვამის ნაწილები. საქმის მასალების მიხედვით, გვამი დაზიანებების გამო ვიზუალურ ამოცნობას არ ექვემდებარებოდა. ვაზისუბნის ხელში აღმოჩენილი მამაკაცის გვამი და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოკნე გამომძიებელ უმანკოშვილის მიერ სრულიად ზერელად იქნა შესრულებული. ამ გარემოებაზე მეტყველებს გარდა საფრთხის განმტოლი გათვალისწინებული მოთხოვნების საგვარებისა, მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ გვამი, რომელსაც სტანზე ეცვა იტალიური ბრენდების დასასმელი, გამოძიების მიერ ბომჟად იქნა მიჩნეული. ერთადერთი მონაცემი, რაც ნაპოვნი გვამის ლევან კალაძესთან იდენტიფიცირებას ეწინააღმდეგებოდა, ძვლების მორფოლოგიური კვლევის საფუძველზე მიღებული საექსპერტო დასკვნა იყო, რომლის მიხედვითაც გვამი 40 წლის მამაკაცს ეკუთვნოდა. ლევან კალაძე კი მხოლოდ 21 წლის იყო. გვამის აღმოჩენიდან დაახლოებით ერთ თვეში, 10 აგვისტოს, პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. ლევან კალაძის სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფაქტი არის ის, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ უცნობი მამაკაცის გვამზე ჩატარებული კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ეს იყო 40 წლის მამაკაცის გვამი. მაშინ როდესაც აღმოჩნდა შემდგომ მოგვიანებით გამოძიების დასკვნით, რომ ეს იყო ლევან კალაძის გვამი და ცდომილება ექსპერტიზის დასკვნასა და გარდაცვლილის რეალურ ასაკს შორის იყო თითქმის 20 წელი. სრულიად წარმოუდგენელი იყო და ექსპერტებმა ვერაფრით ვერ შეძლეს სასამართლო პროცესზე დაკითხვის შემდგომაც დაესაბუთებინათ, რატომ იყო ესოდენ დიდი ცდომილება ექსპერტიზის დადგენილ ასაკსა და რეალურ ასაკს შორის. გამოძიება დღემდე არ დაინტერესებულა, რატომ არ იქნა დაკავშირებული ვარკეთილში ნაპოვნი გვამი გადაცემული ლევან კალაძესთან. გვამზე ზერელედ ჩატარებული ექსპერტიზა, ზერელედ დათვალიერება, მისი აღწერილობა, მაგრამ სულ საფუძველს განაცხადა, რომ გამოძიებამ შესანიშნავად იცოდა გვამის წარმომავლობის შესახებ, მაგრამ შეგნებულად არ მოახდინა მისი იდენტიფიცირება და წარწერით უცნობი დაასაფლავა მოხატვერდის სასაფლაოს. ბათუ საღინაძემ კალაძის გადაცემაზე ინფორმაციის მოგროვება დაიწყო. საღინაძის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
კალაძის გამტაცებლებს და მის ორგანიზატორებს შეექმნათ რეალური საშიშროება სამართლოს შექმნიდან მოხულებული ისინი ცდილობდნენ საგინაძე დაეყენებინათ სტარკვალზე და სრულ მიმართულებით წაეყვანათ გამოძიება. საგინაძის ჩვენებით კალაძის სვანეთში გადაცემის შესახებ წერილობითი ინფორმაცია მას ლევან გვაზავამ მიაწოდა. იანვარში ლევან გვაზავამ წერს საიდუმლო წერილს, რომ ლევან კალაძე სვანეთში ჰყავდათ. კამაზის მარკის მანქანით გადაიყვანეს აფხაზეთში და გადასცეს კრიმინალებს. ამის გარდა საგინაძის სამმართველოში ოპერმუშაკის თანამდებობაზე დაინიშნა ლევან გვაზავას კლასელი დავით ლომჯარია. საგინაძემ მხოლოდ განაჩენის შემდეგ გაიგო, რომ მის საგამოძიებო ჯგუფში ლომჯარიას სახით ლევან გვაზავას მეგობარი მუშაობდა. ჩვენ ხელთ გვაქვს 42 სკოლის კურსდამთავრებულთა სია, საიდანაც დასტურდება მათი თანაკლასელობა. ნოდორგუჩიანი 8-ჯერ ნასამართლევი, ყოფილი კრიმინალური ავტორიტეტი იყო. მას 2-ჯერ ჰქონდა დაყენებული ისეთი ბრალდება, რომელიც უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა. მაგრამ პოლიციასთან თანამშრომლობის მოტივით პატიმრობიდან ყოველთვის ათავისუფლებდნენ. ნოდორგუჩიანმა მორიგი მთავარი როლი კალაძის საქმეში შეასრულა. მან $200,000 გამოართვა კალაძეების ოჯახს და ამ თანხის საფასურად კარლო კალაძე შეპირდა, რომ 2 კვირაში აფრასიტეები ლევანს გაათავისუფლებდნენ. საგინაძის ჩვენებით ნოდორგუჩიანი აწვდიდა მას ოპერატიული საქმიანობისას საჭირო ინფორმაციას, რომლის მიხედვით გუჩიანი მას არგუნებდა, რომ თუ გინდა იპოვნო ლევან კალაძის გვამი, მეათე კი ომეხ აფრასიტეს. ამის შემდეგ პასავლის საგინაძემ სვანეთის ვერსია კიდევ ერთხელ გადამოწმების მიზნით აფრასიტებთან გააგზავნა მასთან დაახლოებული პირი კვირისპალიტრի ჟურნალისტი ნინო პორტულაძე, რომელმაც სპეცოპერაციამდე 3 დღით ადრე აცნობა საგინაძეს, რომ ომეხ აფრასიტე თანახმა იყო მას შეხვედროდა. კიდევ ერთმა წყარომ აფრასიტეებთან დაახლოვებულმა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ომეხ აფრასიტე მზად იყო გამოძიებასთან შესახვედრად და იმის ასახსნელად, რომ კალაძის საქმესთან მის ოჯახს კავშირი არ ჰქონდა. სადაც მეტყვის ჩამოვა. ეს მე მითხრა ომეხი აფრასიტე. სავარაუდოდ საგინაძისა და ნინო პორტულაძის საუბარი ომეხ აფრასიტესთან შესაძლო შეხვედრის თაობაზე მოისმინეს პოლიციის მაღალჩინოსნებმა. 2 დღეში დაინიშნა სპეცოპერაცია, ჩატარდა კიდევაც და დაიღუპა მთავარი ეჭვმიტანილი ომეხ აფრასიტე. როგორც კი უფრო მიტყნარდა ეს სროლისმა, გამოვედი ჩემი სახლიდან და შემოვედი აი ამ საბრძოლში, იმიტომ რომ აქედან უფრო ჩანდა იქით მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეს სპეცოპერაცია ტარდებოდა და ვიყურები აქედან. და დავინახე, როგორ გამოიყვანეს ომეხი ქვედა ეზოში, თავისი მოძრაობით მოდიოდა, არ ეტყობოდა იმას არაფერი, რომ ან დაჭრილი იყო, ან დაშავებული რითინე. ოღონდ გაკავებული ჰქონდა ხელები. ჩაიყვანეს გზაზე. ცოტა ხანში ატყდა იქ სროლა. 20 წუთის მერე უკვე გამოვედი ამ საბჯელიდან, მაგრამ სანამ ეზომდე მივაღწევდი, დავინახე იქ ხელმარცხნივ ქუჩაში, ტალახში ეგდო მკვდარი კაცი, ადიალა ჰქონდა წაფარებული. გვამი, რომელსაც პლედი ჰქონდა გადაფარებული, ომეხ აფრასიტე აღმოჩნდა. ომეხ აფრასიტის მკვლელობით კალაძის გადაცემის საქმეში სვანური ვერსია მყარად დამკვიდრდა. ამის შემდეგ შევედი ბარამიძესთან. ჩემთვის გაუგებარი იყო, რატომ ჩატარდა ეს სპეცოპერაცია, რატომ ჩატარდა ამ ფორმით და რატომ იქნა მოკლული მაინც და მაინც ომეხ აფრასიტე, რაც ამ საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გასახეთს წარმოადგენდა. სპეცოპერაციის შემდეგ საგინაძის ერთ-ერთმა გამომძიებელმა დაკითხა აფრასიტეების მოსამსახურე მურავიოვი. იგი წლების განმავლობაში აფრასიტეების ოჯახში ცხოვრობდა და ამავე ოჯახში მუშად მუშაობდა. სპეცოპერაციის შემდეგ იგი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს. დაკითხვაზე მას კალაძის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ განუცხადებია. ეს ჩვენება დათარიღებულია 2004 წლის 9 აპრილით. საქმეში დევს 2 დღით ადრე რეგისტრირებული ნომერ მე-7 საპყრობილის დირექტორის საიდუმლო წერილი, რომლის მიხედვით მან შეატყობინა სასჯელ აღსრულებითი დეპარტამენტის დირექტორს, რომ პატიმარ მურავიოვისგან მოიპოვა ოპერატიული ინფორმაცია აფრასიტეების სახლში ნანახი ახალგაზრდა მძევალი ბიჭის შესახებ. საპყრობილის დირექტორის საიდუმლო წერილი სასჯელ